ფასკუნჯთან ერთად ყავს ბატკანძერი, ორბი. თამაშებიან ერთმანეთს. გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრე კიტიაშვილი, ვარ ორნითოლოგი. ამ სპეციალობით და კერძოდ კიდე ორნითოლოგიასთან ასოცირებული ერთ-ერთი მიმდინარეობის, რომელსაც ქვია ფრინველებზე დაკვირვება, ანუ bird watching-ით დავინტერესდი უკვე დაახლოებით 10 წელია. მაგრამ ზოგადად ცხოველები ბავშვობიდან მაინტერესებს, ფრინველების ცნობა ასე თუ ისე ბავშვობიდან ვიცოდი, რაღაცეები ჩემთან სოფელშიც რო ვატარებდი ხოლმე დროს ხვდებოდნენ, ცნობდით და ვაკვირდებოდით, ვუღებდით ფოტოებს და ასე შემდეგ, მაგრამ გარდამტეხი მომენტი იყო დაახლოებით 10 წლის წინ, როცა ვნახე ესეთი ფილმი სახელად დიდი წელი, Big Ear ქვია, რაც მოგვითხრობს ფრინველებზე დაკვირვების აზარტზე და შეჯიბრზე, რომელიც ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად და შემდეგ უკვე დავიწყე ჩემთვის სიარული და სხვადასხვა ფრინველების გადაღება და პირველად 2017 წელს პოლონეთში პატარა ფოტოგამოფენაც მქონდა ამასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე 2018 წლიდან ყაპყაპი მიფრინავსებით. 2018 წლიდან უკვე პროფესიულად შევუდექი ამ საქმიანობას, ჩავაბარე ეკოლოგიის მაგისტრატურაზე ილიას უნივერსიტეტში, გავხდი ეკოლოგი, მაგის მერე დავიწყე საბუკოში მუშაობა, როგორც ფრინველებზე დაკვირვების გიდად 2019 წლიდან და 2021 წლიდან უკვე წავედი იაპონიაში ასევე კიდევ ერთი მაგისტრატურის გასაკეთებლად და უკვე იქ ჩემი ვიწრო სპეციალობა იყო ფრინველების შესწავლა და ფრინველების საბუდარი გარემოსი, მათი გამოზამთრების გარემოსი და მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, სხვადასხვა გავლენების შესწავლა, რა მაგალითად ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილება და ასე შემდეგ, რა გავლენას ახდენს ამ ფრინველებზე და 2023 წელს დავიცავი ჩემი სამაგისტრო თემა, რაც იყო იაპონიაში ყველაზე დიდი ტბის, ბივას ტბის მოზამთრე ფრინველებზე ურბანიზაციის გავლენის შესწავლა. და ამის შემდეგ უკვე ჩამოვედი საქართველოში 2023 წლის შემოდგომიდან და 2024 წლიდან გავაკეთეთ ჩემი პატარა, ასე ვთქვათ, ფრინველებზე დაკვირვების ტურების კომპანია და 2024 წლიდან ვაკვირდებით ხოლმე ფრინველებს საქართველოს გარშემო. მიმართულება რამდენიმე გვაქვს, არის ეს ტურისტებისთვის, არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არის სკოლის მოსწავლეებისთვის და არის კორპორაციებისთვის ნებისმიერ სურვილს შეუძლია ასევე ინდივიდუალური ტურის ჩანიშვნაც Birdwalks Georgia's Facebook და Instagram გვერდებზე რომ მოგწეროს. მაგრამ ძალიან საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის სკოლის ტურები, რასაც ვატარებთ ხოლმე. იმიტომ როგორც ერთ-ერთი მთავარი დღეისთვის კონსერვაციონისტი და დოკუმენტალისტი დევიდ ატენბორო იტყოდა, თუ ბავშვს არ ესმის და არ უყვარს ბუნება, ის ვერასდროს დაიცავს მას და ამიტომ შესაბამისად ჩემი ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ ის ბავშვები, ვინც ჩვენთან ტურზე დადიან, გავაცნოთ და შევაყვაროთ ბუნება, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ისინი რომ ჩვენ ასაკში შემოვლენ, უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება ამ ბუნების დაცვა. ზოგადად ფრინველებზე დაკვირვება, გარდა იმისა, რომ არის ძალიან აზარტული, არის ძალიან რეკრეაციული აქტივობაც, რადგან ეს გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ფრინველებზე დაკვირვება სჭირდება დილით ადრე გაღვიძება, ბუნებაში გასვლა და ბინოკლით ან ფოტოაპარატით ფრინველების ძებნა, რაც კარგი არის ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ მოგვიწევს სიარული და სასიამოვნოა, რადგან ადამიანისთვის ფრინველების ხმა მუშაობს როგორც დამამშვიდებელი, ამით ხვდებით, რომ ვართ უსაფრთხო გარემოში და აწყნარებს ნერვებს და განსაკუთრებით თუ მშობლებთან ერთად ბავშვებიც დადიან, ისინი სწავლობენ ბუნების სიყვარულს და მის გაფრთხილების აუცილებლობას და იწყებენ ამ ბუნების შესწავლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვის განვითარებისთვის. საქართველო არის ფრინველებზე დაკვირვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი არატროპიკულ ზონაში. რადგან ჩვენ გვაქვს, კერძოდ აჭარაში, ფრინველების გადაფრენისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში. აჭარა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც შეიძლება დავაკვირდეთ განსაკუთრებით მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც წლის განმავლობაში დაფრინავენ მილიონზე მეტი. ეს არის ერთგვარი
ძაბრის კორიდორი ნიშნავს როგორც სახელი გულისხმობს რომ რაღაც კონკრეტულ წერტილში ეს კორიდორი ვიწროვდება და შემდეგ ისევ იშლება, ან შეიძლება ქვიშის საათის კორიდორიც დავარქვათ და ზუსტად ერთ-ერთი ესეთი წერტილი არის აჭარაში, საიდანაც ჩანს ხოლმე კაკაჩა დაფრინავს ზევით. აი კაკაჩებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის. მტაცებელი ფრინველებისთვის წლის განმავლობაში მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი დაფრინავს ამ ტერიტორიაზე. აჭარის გარდა მსოფლიოში ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი არის მხოლოდ ორი, ერთი არის ვერაკრუზი მექსიკაში და ერთი არის ეილატი ისრაელში. მხოლოდ ამ სამ წერტილში დედამიწაზე შეგვიძლია ასეთი მასშტაბის მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ნახვა. საქართველოში ასევე ყავს ძალიან მოწყვლედი სახეობის ფრინველები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას იყენებენ როგორც გადასაფრენად, ასევე საბუდრად და განსაკუთრებული მნიშვნელობის ფრინველი ორი არის ესეთი, რომელსაც დაცვა ჭირდება და მათი პოპულაცია მცირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ესეთები ყავს ფასკუნჯი და ბექობის არწივი. ფასკუნჯი არის ლეშიჭამია ფრინველი, რომელიც ბევრ ხალხს ჯერ კიდევ გონია, რომ მხოლოდ მითიური ფრინველი არის, მაგრამ ფასკუნჯი რეალური ფრინველი არის. საქართველოს თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება, მაგრამ უფრო მეტად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში შეგვიძლია მისი ნახვა, კახეთში, ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, როგორც ფასკუნჯები, ასევე არწივის ყველა სახეობა მათ შორის განსაკუთრებით მგრძნობიარე არის ბუდის შეწუხებაზე. თუ ბუდე შეწუხდა, ის არწივი ამ ბუდეს მიატოვებს აუცილებლად. ლეშიჭამია ფრინველები ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანები არიან აი ზოონოზური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. ისინი ასე მოწყვლადები არიან მათი საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციაზე და ასევე სხვადასხვა წამლებზე, რომელსაც იყენებდნენ საქონლებისთვის ან მაგალითად შინაური ცხოველისთვის. ერთ-ერთი მასეთი არის დიკლოფენაკი, რამაც ფაქტობრივად გაანადგურა ლეშიჭამიების პოპულაცია. ეს დიკლოფენაკი არის დღეისთვის კუსტარული ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც უკეთებდნენ ხოლმე ძროხებს და აზიური პოპულაცია ლეშიჭამიების აი სწორედ ამ დიკლოფენაკმა იმცხვერპლა, იმიტომ რომ ის ლეშიჭამიის კუჭის წვენთან, რომელიც ძალიან მჟავიანი არის, შედის რეაქციაში და კლავს ამ ლეშიჭამიას. დღეისთვის მსოფლიოს ლეშიჭამიების პოპულაციის 99% არის გამქრალი. ამიტომ განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ასეთი მსგავსი პესტიციდების გამოყენებას ან კუსტარული ტკივილგამაყუჩებების გამოყენებას და ამისთვისაც არსებობს ის დღევანდელი ახალი პრაქტიკა, რაც არის მტაცებელი ფრინველების გამოყენება ამ პესტიციდების მაგივრად საკუთარი გარემოს საკონტროლებლად. და უსაფრთხოა, ბიოლოგიურად სუფთა არის და ძალიან სასიამოვნოა საყურებლად. ფოტო მიმართულებაც ამ ფრინველების დაკვირვების ცალკე აზარტია და ცალკე ძალიან საინტერესო პროცესია. ზოგადად ველური ბუნების ფოტოგრაფიაში დაუფასებელი მიმდინარეობა არის. მაგრამ არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, ვიდრე დოკუმენტური ფოტოგრაფია იქნება ეს ქუჩის თუ კონცეპტუალური. თვითონ პროცესში შესვლით ძალიან საინტერესო ფოტოკოლაჟების ან ფოტოისტორიების აგება შეიძლება ზუსტად ისევე როგორც დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, ასევე ველური ბუნების ფოტოგრაფიაშიც და ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის, ვიდრე ეს არის სხვა ფოტომიმართულებებისთვის. იმიტომ რომ თუ კონკრეტული კადრის ძიებაში ხარ, ზოგმა კადრმა შეიძლება წლები წაიღოს, მაგალითად ერთ-ერთი ფოტო არის ალკუნის გადაღებული, რომელსაც 6 წელი დაჭერდა ფოტოგრაფს რომ გადაიღო 6 წლის განმავლობაში ყოველ დღე ერთ და იგივე ადგილას მიდიოდა, იჯდა და ელოდებოდა, რომ აი ის ერთი ფოტო გადაიღო, იდეალური ფოტო გადაიღო. თუ ვინმეს გაინტერესებთ ასევე ფრინველების დაკვირვება და უშუალოდ თქვენი თვალით ნახვა თავიანთ ბუნებრივ გარემოში, განსაკუთრებით საქართველოს ენდემური სახეობების ან სხვადასხვა მტაცებელი ფრინველების, შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზე Birdbox Georgia, სადაც ჩვენ დაგიგეგმავთ თქვენზე მორგებულ ტურს და ერთად დავათვალიერებთ ამ ფრინველებს მათ ბუნებრივ გარემოში.